მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო. თქვენი ყოფებით არხზე ახალი სიცოცხლე, ახალი დაბადება ტაროსთან ერთად. და დღევანდელი საჯარო გაშლის თემა შეეხება ძალიან ბევრი თქვენგანის თხოვნას პირად ურთიერთობებთან დაკავშირებით. მეკითხებით ხოლმე, რომ აი გაშალეთ ხო, შემოვა თუ არა ახალი პარტნიორი და დღეს მოკლედ ისეთი ამინდია მოწყენილი. აი მართლა პლედი რომ უნდა შემოიხურო და საყვარელ ადამიანს ჩაეხუტო. ხო და მოკლედ დღეს გადავწყვიტეთ თქვენი თხოვნის შესრულება და შევხედოთ ვარიანტების რაოდენობა გვექნება 3 ვარიანტი. პირველი, მეორე ან მესამე. წინასწარ ამ ვარიანტებს არ ამოვიღებ. ამიტომ მოგიწევთ რომ უყუროთ ვიდეოს ბოლომდე თუ გინდათ რომ მიიღოთ ინფორმაცია. და თქვენ თვითონ გადაწყვეტეთ რომელ ვარიანტს აირჩევთ, პირველს, მეორეს თუ მესამეს. მე კი აქვე გაგიჟღერებთ თითოეული ვარიანტის შესახებ ინფორმაციას. დავიწყოთ ჩაფიქრებული ვარიანტი 3-ით და მოვყვეთ უკრიდან. მესამე ვარიანტი ვინც ჩაიფიქრა. ნახოთ, ვაუ, ამოვარდა კიდეც ახალი კოშკის არკანი აგერ მესამე ვარიანტთან. პრინციპში ეს მიანიშნებს იმას, რომ თქვენს ცხოვრებაში წარსულში დასრულდა კი ბატონო საკმაოდ მნიშვნელოვანი ურთიერთობა. კი, ძალიან დიდხნიანი, მნიშვნელოვანი კავშირი გაქვთ დასრულებული მესამე ვარიანტი. ნახოთ, აბა შემოვა თუ არა ახალი პარტნიორი თქვენს ცხოვრებაში. ნახოთ, შემოვა თუ არა ახალი პარტნიორი მესამე ვარიანტის ცხოვრებაში. შემოვა თუ არა. პირდაპირ სულიერი არკანი მოვიდა, ჩემო კარგებო. ახალი პარტნიორი. შემოვა თუ არა. შემოვა ახალი პარტნიორი მესამე ვარიანტი თქვენს ცხოვრებაში და შეიძლება ახლა უკვე არის კიდეც ადამიანი, ვიზეც აი ფიქრობთ, მიღირს თუ არ მიღირს ამ ადამიანთან ურთიერთობაში შესვლა. აქ შეიძლება იყოს ერთზე მეტი კანდიდატიც მათ შორის, ვიზეც ფიქრობდეთ, რომ აი რა გავაკეთო, ავირჩიო თუ არ ავირჩიო პარტნიორად. ერთადერთი აქ პრინციპში მე შემიძლია ვთქვა, რომ კანდიდატები ნამდვილად არსებობენ და პარტნიორები რომ შემოვიდნენ თქვენს ცხოვრებაში, ამის ალბათობაც არის ძალიან მაღალი, მაგრამ არაჩქარდეთ, ჩემო კარგებო, დარწმუნდით, რომ ურთიერთობა პრინციპში აქ დასრულებულია ნამდვილად წინა ურთიერთობა, მაგრამ აი დარწმუნდით, რომ წინა ურთიერთობიდან მიღებულ გაკვეთილებს აღარ უბრალოდ დაშვებულ წინა ურთიერთობაში დაშვებულ შეცდომებს აღარ გაიმეორებთ და ის გაკვეთილი რომ ნასწავლი გაქვთ დარწმუნდით. კი, იმიტომ რომ აქ 4-იანი ფასები მოდის. და კი ბატონო, 8-იანი ხმლები და ტულზი არის აგერ თასების. ნახეთ როგორი სიტუაციაა. აი წარსულში აღარ ჩაიხედოთ და აღარ გაიხედოთ. აი ესეთი ენერგია აქ. პარტნიორი თქვენს ცხოვრებაში ძალიან მაღალი ალბათობა რომ შემოვიდეს მესამე ვარიანტი, უბრალოდ როგორც გაგაფრთხილეთ და არ გაიმეოროთ წარსულში დაშვებული შეცდომები ამ ურთიერთობაში. ანუ არაჩქარდეთ და მიიღეთ გადაწყვეტილებები რაციონალურად. ეხლა ვნახოთ ვარიანტების შემდეგი თანმიმდევრობა და ვნახოთ მეორე ვარიანტთან შემოვა თუ არა ახალი პარტნიორი. ნახოთ მეორე ვარიანტთან შემოვა თუ არა ახალი პარტნიორი. მეორე ვარიანტი. ნახოთ, აბა ხედავთ დასტის ბოლოს თასების პროზი გვაქვს. 4-იანი ხმლები, პენტაკლების რაინდი გვაქვს აქ და 9-იანი თასები. ჩემო კარგებო, მეორე ვარიანტებს ვესაუბრები.
აქ სამყარო გირჩევთ, რომ ცოტა ხანი ემუშაოთ საკუთარ გრძნობებსა და ემოციებს, ისწავლოთ საკუთარ რა გინდათ ის ისწავლოთ საკუთარი თავისგან, რა მოთხოვნები გაქვთ და მოემზადოთ იმისათვის, რომ ურთიერთობა არის ორმხრივი და შესაბამისად ორმხრივ ურთიერთობაში ეს ბალანსი აუცილებლად უნდა იყოს დაცული. რა ემოციასაც თქვენ გააზიარებთ, ანალოგიური ემოცია უნდა გიბრუნდებოდეთ და პირიქით რა ემოციასაც პარტნიორი გაგიზიარებთ, თქვენც მზად უნდა იყოთ, რომ გასცეთ იგივე. თუ რა თქმა უნდა სურვილი გაქვთ ჰარმონიული ურთიერთობის, აი აქ ცოტა ამ სირთულეს მიჩვენებს თქვენ შემთხვევაში, ჯერ თქვენ არ ახართ პირადად, თქვენ არ ახართ იმ კონდენციაში, რომ ახალი ურთიერთობები დაიწყოთ. შესაძლოა აქ უბრალოდ ჯერ ერთობით, კი ბატონო, ეს არის. ანუ თქვენ შემთხვევაში ეხლა რაც ხდება, ხო, ეს არის არასერიოზული. მეორე ვარიანტი ძალიან ბევრი ადამიანი მეორე ვარიანტისა, ხო, პირდაპირ შეიძლება ორიენტირდებოდეს ადამიანზე, რომელთანაც შექმნის ოჯახს და ექნება კავშირი ოჯახური. ნახეთ როგორ გადმოვარდა ეს სურნელოვანი ჩხირი. ოჯახური კავშირი რო ექნება. ამიტომ ესეთი პარტნიორი ჯერჯერობით თქვენ სივრცეში არ არის მეორე ვარიანტი. ნახოთ კიდე ამ დასტაზეც რას გვეტყვის, კი, რვიანი ხმლები. ვა, რა საინტერესო ერთი და იგივე არკანები განმეორდა მესამე და მეორე ვარიანტ შორის, აი, თასების რაინდი. მოკლედ ასე, ანუ ურთიერთობები, რომელსაც დღეს უყურებთ, რომელშიც დღეს ხართ, ან რომელიც პოტენციურად ფლობს შანსებს, რომ განვითარდება თქვენს სივრცეში, მთლად ის არ არის, რაც თქვენ გჭირდებათ. თქვენ უფრო სერიოზული ურთიერთობებისკენ მიისწრაფვით მეორე ვარიანტი და ამიტომ გაემზადეთ, განეწყეთ აი ამ ყველაფრისთვის. და ბოლოს ნახოთ პირველ ვარიანტთან რა ხდება. შემოვა თუ არა პირველ ვარიანტთან სასურველი პარტნიორი. ნახოთ არკანის სიკვდილი, არკანი თასების რაინდი, სუბხედრები, ექვსიანი კვერთხები. ანუ თქვენ აქ ჩემო კარგებო ძალიან დიდი ტრანსფორმაცია გაიარეთ და მე ვიტყოდი პირველ ვარიანტმა თვითონ გაუშვა თავისი ცხოვრებიდან ადამიანი და ცდილობთ ახლა ზუსტად საკუთარ თავში ემოციური ბალანსის აღდგენას. პირველი ვარიანტი, რა საოცრება ღმერთო, ახლაც ამდენი შეხედა. მეორე ვარიანტის მსგავსად დასტის ბოლოს ისევ კვერთხების ტურზე მოვიდა და ეხლაც იგივე. შემოვა თუ არა პარტნიორი, ჩემო-კარგებო, აი როგორ გითხრათ, ძალიან გავს მეორე და პირველი ვარიანტი ერთმანეთს, აი ძალიან, იმდენად ძალიან, რომ რა გითხრათ, თითქმის ერთი და იგივე ენერგია გვაქვს აქ. ნახოთ აბა. შემოვა თუ არა პირველ ვარიანტთან პარტნიორი. ახალი. ხმლების მეფე, პენტაკლების დედოფალი და არკანის სამართლიანობა. გითხარით ძალიან გავს მეთქი და გავს ნამდვილად, იმიტომ რომ მეორე ვარიანტთანაც მოვიდა ზუსტად არკანის სამართლიანობა. თქვენ შემთხვევაში, ჩემო კარგებო, შესაძლოა აღარც ხართ იმ კონდენციაში, რომ რაღაცაი გართობაზე იყოთ ორიენტირებული, შეიძლება უკვე მიისწრაფით სტაბილური დამჯდარი ურთიერთობებისკენ და ის ენერგეტიკა, რაც ახლა თქვენ სივრცეში ტრიალებს, უბრალოდ აღარ შეგესაბამებათ, აღარ გაინტერესებთ და მიგაჩნიათ, რომ უფრო მეტის დროა
რომ მიიღოთ ურთიერთობაში და მეტი მოითხოვოთ იმ ურთიერთობისგან, რომელშიც იმყოფებით. პირველს და მეორე ვარიანტს მე აქ პრინციპში გავაერთიანებდი, შეიძლება ითქვას და ვიტყოდი იმას, რომ საკუთარ თავს მიეცით უფლება მარტო ყოფნის. მარტო ყოფნაში ცუდი ზოგჯერ პირიქით არაფერი არ არის კი არა საჭიროც გია, იმიტომ რომ ზუსტად შევაფასოთ რა გვინდა, ხო? და რას ველოდებით. აი ესეთი იყო ჩემო ძვირფასებო, დღეს ესეთი უცაბედი ამინდი შესაფერისი გაშლა, იმედი მაქვს რომ მოგეწონათ ექსპრეს გაშლა. გელოდებით ყველას კომენტარებში, არ დაგავიწყდეთ ვიდეოს გამოწერა, დალაიქება და კომენტარება და დროებით.